როგორ უნდა მოხდეს ევროპაში ინტეგრაცია და რას ნიშნავს ევროპის მოქალაქეობა, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს დასავლურმა ცივილიზაციამ. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბრო დღეს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა. ლადონ გალობლიშვილმა ახალგაზრდებს რამდენიმე პროგრამა შესთავაზა, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. შეხვედრის ორგანიზატორები ორგანიზაციები ევროპული ახალგაზრდული ორგანიზაცია და ახალგაზრდული ინიციატივები ევროპისთვის არიან. უახლოეს დღეებში ორგანიზაციები რამდენიმე დღიან ტრენინგის ჩატარებას იწყებენ. მასში 10 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. გვაქვს ესე ტრადიციული პროგრამა, როგორც მე ვიცი. ჩამოსულები არიან 10 ქვეყნის წარმომადგენლები, არასამთავრობოების ახალგაზრდები, სტუდენტები და უტარდებათ მათ ევროპული განათლების კუთხით, არაფორმალური განათლების კუთხით, რომელიც არის ინტეგრაცია ევროპაში, ევროპულ ორგანიზაციებში და ამავდროულად არის გაცნობა, რას ნიშნავს ევროპული მოქალაქეობა, რა დადებითი თვისებები აქვს ინტეგრაციას ევროპაში და რა უარყოფითი თვისებები. რა პროგრამებს ახორციელებს სამინისტრო ახალგაზრდების კუთხით და რით შეიძლება ვთქვათ მათ დავეხმაროთ დასაქმებაში. ნებისმიერი ჩვენი პროგრამის შედეგად მათ რა თქმა უნდა უმაღლდებათ კვალიფიკაცია, უნარჩვევები და ეს მათ ეხმარებათ მომავალში დასაქმებაში. ამის შესახებ გქონდა დღეს ამ ახალგაზრდებთან ჩვენ ძირითადად საუბარი.